სპორტით ლაშა რამაზაშვილი ისევ ჩვენთან ერთად არის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სტუმარიც ყავს გადაცემის ამ ნაწილში, თავად გვეტყვის. მოკლედ ჩვენ პირველ ნაწილში დავაანონსეთ, რომ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ჩაგვერთვებოდა მარიამ თოფურია, ჩვენი ძალიან წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ემზადება თავის ფინალური ორთაბრძოლისთვის. მარიამ, დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს ხარ ჩვენთან ერთად და გამონახეთ, რომ ჩვენი ტელემაყურებლისთვის ვიცი, რომ ვიცი, რომ საკმაოდ სერიოზულ პროცესში ხარ ჩართული. ხვალ გეოდება ფინალური მატჩი და მოდი ორი სიტყვით მოგვიყევი ჯერ მოსამზადებელი პროცესის შესახებ, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებულები სპორტის ამ სახეობაში ასეთი დიდი ღონისძიებების მასპინძლობით. ჩემთვის რამდენად საპასუხისმგებლოა საკუთარ კედლებში, საკუთარ ქვეყანაში შენი ქვეყნის წარდგენა. ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან აილანდიდან ჩამოვედი სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის. აილანდში ყოფნის დროს თვითონ სპორტის მინისტრი დამიკავშირდა და შემომთავაზა ამ ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და უარი არ ვუხარი და აი იმდენად ბედნიერი ვიყავი ეგ რომ შემომთავაზა, რომ აი დაჟე იმაზე ადრე ჩამოვფრინდი, ვიდრე უნდა ჩამოვსულიყავი. და გიორგი კაბულაშვილმა ჩამთვა მე ამ ჩემპიონატში. ამისი ძალიან დიდი მადლობა ორივეს და ეხლა არ მაქვს უბრალოდ უფლება, რომ მათი აი ეს ამხელა მონიჭებული უფლება, ასე რომ ვთქვათ, ცუდად გამოვიყენო და ვერცხელზე დავამთავრო, ასე რომ ჩავდა ყველაფერს იმისთვის, რომ ოქრო გამოვიღო, ხვალ და საქართველოში დავტოვა ოქროც და ქამარიც. მარიამ, ყავს ინგლისელი მეტოქე ფინალში, თუ სწორად ვიცი. რა ინფორმაცია გაქვს მეტოქეზე, გაქვს თუ არა შესწავლილი უკვე, იმიტომ რომ სამწნოლო შტაბთან ერთად ხშირად მებრძოლები ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ბრძოლას დეტალურად განიხილავენ. დეტალურად ყოველთვის ვინტერესები ხოლმე და ყოველთვის განვიხილავ, თუ საშუალებას მაძლევს თვითონ ის მებრძოლი და უდევს რამე ვიდეო თავისი. YouTube-ში ვნახე მისი ვიდეო დაახლოებით 1-3 კვირის წინ ალბათ, როცა ამ ზონაში ჩამწვეს უკვე და ვუყურე დეტალურად ყველაფერს, გუშინაც ვაკვირდებოდი მის მომზადებას, სანამ გავიდოდა საჩხუბრად. და ვიცი რომ კარგი მოჭიდავეა, პარტერში არ უნდა ჩავყვე და დავუდგე სტრაიქში და თუ სტრაიქს შემომთავაზებს ეს იქნება ჩემი სერვისი. იქ გაიგებს თოფურიას მუშტის გემოს. თან გვარიც ისეთი გაქვს, რომ ოქროს გარეშე შენი გაშვება ძალიან რთული იქნება. მარიამ, არ შემილია, არ კითხო გუშინ შენი მილოცვაც ვნახეთ, მამას მიულოცე დაბადების დღე ფინალში გასვლით. მეც გოგო მყავს შვილი და წარმომიდგენია ალბათ რამდენად რთულია მამისთვის შვილის ყურება ოქტაგონზე. პირველი ალბათ ვისაც უნდა ხოლმე გადმოხტომა, თავს დავდებ რომ ეს მამა როგორ უყურებენ მშობლები? არ უყურებენ. არ ვუშვებ, მე თვითონ არ ვუშვებ, გუშინ ბიძაჩემი და ბიძაშვილი ესწრებოდნენ. ანუ ოჯახის წევრები არიან, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ, მაგრამ არა მამა და დედა. მამა და დედა თან ერთი შვილი ვარ ოჯახში და მართლა გადმოხტებიან იქ რომ დაინახონ რომ მომხდება ხელი და კიდე ის მინდა აღვნიშნო რომ ხელი არ მომხდრია საერთოდ, არც ფეხი, არც დაზიანება მიმიღია და აი ძალიან ბედნიერი გამოვედი რინგიდან. ჯერ აი სტრაიკერი ვარ, აილანდში მომზადებას გავდიოდი და მოაიტაი ხუბობდი. და არავინ არ ველოდით, მე თვითონ არ ველოდი, რომ საბმიშენით გავაკეთებდი მოგებასთან. იდეალური მოხრჩობა გავაკეთე, აი ზუსტად როგორც კეთდება, ეგ მოხრჩობა ზუსტად ისე გავაკეთე. და ჩემი თავით ვიყავი გაკვირვებული. უბრალოდ ეთყობა მისმა კუთხემ დაარიგა, რომ ეს ანუ კრივშია კარგად, დარიგებას ურთმელები მიცემენ, რომ კრივში დაგიდგეს, კრივში გემუშაოს, დისტანცია გააკონტროლოს. და არ მიცე დისტანციის კონტროლის უფლება და ერთი პირველივე მომირყია თურმე. არც ვიცოდი, იმიტომ რომ ბოლოს დავინახე, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. არა და დარიგება მქონდა ასეთი ჩემი წვრთნელების გარო და მემუშავა დისტანციაზე, სულ ხელებით მემუშავა, ფეხი არ გამომეყენებინა, რადგან ეგრევე ფეხში შემოვიდოდა. და ქულებზე მემუშავა და ბოლო 20 წამი რო იქნებოდა დარჩენილი, ანუ 2 წუთსა და 40 წამზე დამიძახებდნენ იმას. მარიამ,
დრო გვეწურება, შენც არ მინდა რომ მოგაცდინო ამ ფინალისთვის, მოკლედ მთელი გულით გისურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ რომ ისე ჩაივლის ეს ფინალი რომ მამას ნერვიულობა არ მოუწევს და კვლავ გამარჯვებული გამოხვალ ოქტაგონიდან, წარმატება მინდა გისურვო, წარმატება უსურვო თითოეულ ქართველ სპორტსმენს, იმიტომ რომ 4 ფინალისტვის ვემზადებით და ალბათობა იმის რომ ოქროს მედლები დავიტოვოთ ქვეყანაში ძალიან დიდია. მარიამ თოფურია იყო მეგობრებო ჩვენი სტუმარი. ერთი დღეს ასპარეზობ და 3 ვასპარეზობ. კი ბატონო, წარმატება მოკლედ თითოეულ ქართველ სპორტსმენს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს იყავი ჩვენთან ერთად.